სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 12 პირი დააკავა. სპეცოპერაცია გასული 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის გორში ჩატარდა. დაკავებულებს შორის არიან მსხვილი ნარკორეალიზატორები, ასევე პირები, რომელთაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვედებათ ბრალად. დაკავებებს წინ უძღოდა მოსამართლის განჩინებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, რა დროსაც ბრალდებულების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი. მათი დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვა ედება ბრალად. ნარკოდამნაშავეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად დააკავებს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკორეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. ნარკოდამნაშავეები ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რის შესახებაც ინფორმაციას ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. ასევე დგინდება, რომ დაკავებულები ნარკოტიკებს სხვადასხვა გზითაც ასაღებდნენ. სამართალდამცველებმა ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, რომლის გასაღებაც ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე იგეგმებოდა. ამოღებულია ჰეროინი, კოკაინი, ალფა-პვპ, ბუპრენორფინი, სუბოქსინი, მეტადონი, კეტამინი, მეფედრონი, MDMA, მარიხუანა და სხვა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.